ჩვენი გადაცემის პარტნიორია სანდომის პრემიუმ ვაფლები, ევროპული ტექნოლოგიით დამზადებული ქართული პროდუქტი. ხოლო დღეს ჩვენთან სტუმრად მოვიდნენ ძალიან წარმატებული ადამიანები, კარგი ქართველები, პურის ჭამელები, დამრტყმელები, მოკლედ საოცარი ბიჭები, შერეული საბრძოლო ხელოვნების იგივე MMA-ის წარმომადგენლები, რაულ თუთარაული, ოთარ თანზილოვი და გიორგი კაბულაშვილი. აპლოდისმენტებით შევეცდებით. თუ ვინმეს რამე პრობლემა გაქვს, ჩემთან შეგიძლიათ ვნახოთ დღეს რა პრობლემა არ არის. სამეგობროსთან ერთად ვარ მოსული. მოგესალმებით ბიჭებო. გამარჯობათ, მოგესალმებით. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენთან გადაცემაში სტუმრად და აქვე რა თქმა უნდა ჩვენ ბევრ საინტერესო საკითხზე ვისაუბრებთ, მაგრამ პირველი ახლა რაც მინდა არ ქონია შესაძლებლობა ოთარს მიულოცოთ UFC-ს კონტრაქტორობა ოფიციალურად. კიდევ ერთი არაჩვეულებრივი წარმომადგენელი ყავს UFC-ში და რა ვიცი, მოკლედ გავაქართულეთ, მე მგონი იქაურობა. მე კიდე აუცილებლად იქ რაულის ამბებით. მოკლედ ყველაფერი წინ არის, ხო? გიორგი ამას მერე ვილაპარაკოთ, რა მიდის ჩვენი? კამერები ჩართული აქვს, ვისმენს ყველა ჩვენ. კარგი, პირველ რიგში როგორ ხართ? კარგად, მაგრამ სპორტულად, ჯანმრთელად, სულ ყველა რავი, კარგად გამოიყურენ. კი, არაჩვეულებრივად, ნამდვილად გეთანხმებით. და რა მაინტერესებს, ამ შერეულ საბრძოლო ხელოვნებაში გაქცევა თუ შედის? გაქცევა თუ გაიქცევა უკვე სულ აღარ არის. სულ აღარ არის, ხო, თო ვაი როგეთკინოს ძალიან და გაქცევა მოგიდეს არა. არა, გაქცევა. იქ ვერ გაიქცევი კლიენტ გაიმხელა, ჩაიკეტება თანუბედური ხმა, დაკეტავებს იქ და ვეღარ გამოხარ შანსია. იქა შესვლა ჭირს თუ არა გამოსვლა მერე. სხვათა შორის იდეას მოგაწვდით რა, ვიფიქრეთ ახლა ბიჭებმა სანამ მოხვიდოდით, MMA გაცილებით უფრო ქართული რო გავხადოთ. ორთა ბრძოლაში გამშველებელიც რომ დავამატოთ. გამშველებელი საქართველოში ყავს გამშველებელი, საჯი არის ის გამშველებელი. ხო, რაღაცა მაინც ისეთი გამშველებელია, მე მეცით პატივი ბიჭებო, ანუ ესეთი ქართველი რო დავამატოთ, ვინმე რა, რაღაცა. ქართველი ჯაბოვიჩი დავამატოთ. ქართველი ჯაბოვიჩი დავამატოთ. ხო, ისე MMA ვიღაცისთვის არის ეს უცხოელებისთვის შერეული, თორე ქართველმა MMA-ის წარმომადგენლებმა შეреულიც იციან, შინაურიც, გარეულიც და ყველაფერი იციან. ესე კი არა. ჩვენ არა, შენ ახლა იმას შვები, მაგრამ მართლა ეგრე არის. ქართველებმა არა, რატო იმაშვები, კაცო, ვიცი რომ მართლა ეგრე არის. ყველა ვიცით რა. შერეულით, გარეულით. ეს გეთანხმებით ყველაფერზე. მე ხისაუმღები არა ვარ, შენი წირიმე. სადამ აქ ახლა მე 3 თავი, 4, 5 არა მაქვს. გიორგი, მოდი ახლა შენი დავიწყებთ. და მე ოთართან და რაულთან გადავალ აუცილებლად. MMA-ის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ხარ. კი ბატონო. კი ბატონო, გახლავართ. ხო, ანუ შეიძლება ითქვას, რომ ჩხუბის თავი ხარ შენ. ჩხუბის თავი მე ხო. ასე შეიძლება. მე ბრძოლებს რა და. კი, მაგრამ მოდი იმაზე ვთქვათ, რომ ეს ხელოვნება ზოგადად MMA-ის მიმართულება ძალიან პოპულარული გახდა როგორც სოფლიოში კიდევ უფრო ჩვენთანაც საქართველოში და ამაში შენი დიდი წვლილი არის, ეს მე პირადად ვიცი, იმიტომ რომ გიორგის დიდი ხანია ვიცნობ და რამდენი შრომა აქვს ჩადებული იმაში, რომ ეს ხელოვნება უფრო წინ წასულიყო, უფრო მეტი ადამიანი დაინტერესებულიყო, ზუსტად ვიცი და ფაქტით სახეზეა ძმაო, ამდენი წარმატებული ადამიანი ყავს, ამდენი წარმატებული მებრძოლი მსოფლიოს მასშტაბით და არ ჩერდები. და მაგარი გეგმებია. გაგაჩერებს, კი. გეგმები ძალიან დიდია. ჯერ პირველ რიგში, როგორც აღნიშნეთ, ოთარის მინდა მიულოცო ეს წარმატება. ნამდვილად. თქვენი ტელევიზიიდან დიდი მადლობა მოწვევისთვის, მადლობა პირიქით. ოთარის ჩვენ საერთოდ ზოგადად ბევრი ქართველი ყავს UFC-ში, მაგრამ საქართველოს კლუბის წარმომადგენელი არავინ არ არის რა და ერთი ქართველი არის პირველი, რომელიც როგორ შემიძლია აღნიშნო კიდევ რომ არის ლევან ჩოხელი კიდე ორივე ერთად მოხვდნენ ამ UFC-ს არენაზე ამ დიდ ოცნებაზე. ლევანის კლუბი და ჩემი კლუბი, ლევანის მასწავლებელი და მე თვითონ მეგობრები ვარ და პირველი კლუბია სხვათა შორის ჩვენი და ვეფხისტყაოსანი და გურამ ფაით კლუბი, რომელიც ორივე საქართველოს კლუბის სახელით ბრძოლობენ UFC-ში და ეს უკვე დიდი მიღწევაა და მე ამას ვაფასებ და მივახციეთ იმას, რომ ჩვენი ქართველი ბიჭები ჩვენი საქართველოს კლუბის სახელებით გამოვიდნენ რა და არ გამოდიოდნენ ამერიკის სახელით. ეს კი არავის არაფერს არ ვეუბნები, უბრალოდ ასეთი ქართული არ ყოფილა. მაშინ რო ყოფილიყო საშუალება იმ
დროს რომ ისინიც ესე გამოვიდოდნენ დარწმუნებულიო, მაგრამ ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნისთვის რაც შეეხება MMA-ს უკვე წინა წელს ჩვენ ჩავატარეთ სოფლიო ჩემპიონატი და 3 წელი გვაქვს აღებული სოფლიო ჩემპიონატის ჩატარება საქართველოში. 2016 წელს 26 წელს 16 წელს კი და 2027 ჩვენ ვატარებთ აქ საქართველოში. ეს ჩვენ სოფლიო ფედერაციის პრეზიდენტი ვინც არის ჩამოსული იყო მინიც შეხვდა, ერთად შევხვდით, ვილაპარაკეთ და გაკეთდა ხელშეკრულება, რომ 3 წლის განმავლობაში ჩატარდება სოფლიო ჩემპიონატი საქართველოში. კი, დიდებული ამბავი. გიორგი, ამბობ ჩვენთან წონა თუ არ დაიკელიო, შედეგს ვერ დადებ, ყველაზე რთული წონის კლებაა. ძალიან რთული პროცესი არის. ჩვენ გვყავს ერთი სპორტსმენი გვყავს და წონის კლებაზე არის ხომ ლაპარაკი ჩვენი ოჯახის წევრია, ჩვენი ძმა არის რა, ძალიან მაგარი ბიჭია და ძალიან მაგარი სპორტსმენია ხო, მიხარ იციან ხო და წონის კლება არის ხოლმე ამათთვის ძალიან რთული ხარ. რაული იკლებს 10 კილოს, ესეც 10 კილოს იკლებს 11 კილოს დაახლოებით რა. ეს თავისი ერთთვიანი რეჟიმი აქვს თვენახევრიანი რომ მიყვება და ნელა-ნელა და ბოლოს 5 კილო გაქვს 6 კილო შეიძლება და ბოლო ერთ დღეში იკლებენ რა. სპეციალური მაზებია, სპეციალური რაღაცა და ერთი სპორტსმენი გვყავს ყველა შეჯიბრზე ტონას ვერ აბარებს რა. ჩინეთში ვარ შეჯიბრზე და საუნაში დავკეტი, აღარ უშვებ რა. მე საუნაში ძლებ, მთელი დღე რო ვიდი პრობლემა არა. ის ვერც საუნაში არა და არის ძალიან მაგარი სპორტსმენი რა და ნუ წონა. და წონას იკლებ უკვე ცუდად არის რა და აი ხო გამოუშვი და რო გამოვიდა ესე უცბად რა, ეს რაღაცა დაემართა და უცბად და თან ტექნიკურად რა, ისე დაეცა ამ ფილაზე რა, რომ მეც ახლა ვინა შენ ამყავდი მაშინ ხო? ეს ყავდა რა და ამას შეეშინე ახლა, მე ხო ვიცი ახლა რაღაცა იმუნა ახლა უეჭველი რაღაცა ხო და აი კარგად ლამაზა დაეცა ამ ფილებზე რა, თან არც დაყვიდა არც ეს ხელი დაეცა მე ესა და ვითომ ცუდად გახდა რომ აღარ შევიდე საუნაში რა, დასაკლები კიდე 1 კილო რა დაახლოებით კილო და 200 გრამი იყო რა და ფეხი მივარტყი, ადექი მეთქი, ნუ მაიმუნა რა, შემებრალ თუთხე რაღაცა და თვალები გაახილა, ადგა როგორც იყო ხლა. წამოვედით ხლა, შევედით, კიდევ დაიკლო მე უთხარი რა და კაი მეთქი ბოლოს დავთანხმდი რა, უკვე შემეცოდა რა და მიდი მეთქი ბასეინი არის რა, იქ დიდი ბასეინია და კილო ქონდა დარჩენილი და კილოზე ხლა ჰონდურაზე ხლა კარგ თანხაზე ჩხუბობდა ხლა იქ რა, დიდი თანხა იყო რა და რო ვერ აბარებს, კილოს რო ვერ აბარებ ხო, 20% გაკლდება. და კილოზე თუ გადაცდება 100 გრამითაც 50 გრამითაც მე გაკლდება 30%. და თუ კიდე გადაცდება უკვე მე ბრძოლა იხსნება რა და კილო აქვს დარჩენილი რა და მეთქი შეინარჩუნე 20% ჯანდაბას იყოს და ეს ხო უთხარი მიდი მეთქი რა ვსიო და ხო მორჩი ხო რაც გინდა და ბასეინში ხო გადახტა. ხო მეორე მხრიდან ამოვიდა. და დადექი სასწორზე მეთქი რა. დადგა სასწორზე და კილო და 700 გრამი არის ხო. დალია შიგა წყალი ბასეინში. დედასგები თუ რამე გავამატო უნდა მოსოვიყო. აი ამას არ ავღადაო. ბავშვებს გევიცები სიმართლეს ვიძახი, ინდონეზე იყო რა და ესე იგი, ასე რო შევაჯამოთ ახლა ეს თემა, თუ გინდა რომ ამ სფეროში წონა გქონდეს, წონა უნდა დაიკლო. წონა უნდა დაიკლო აუცილებლად რა. კი ბატონო. კარგი, ახლა რაულთან გადავალ მე, შენის ნებართვით, რაულ მოგესალმები, წონის ამაყო. მაგარი ქართველი. რაულ, ვინმე თუ იფიქრებდა რომ ბრიუსლის საბრძოლო ტრადიციას თუთარაული გააგრძელებდა ზოგადად ჯობეს ამბავში, აი გვარისა რომ ადგენენ. ნუ ზუსტად ის არ არის თავსებადობა სხვადასხვა მიმართულება, მაგრამ მაინც ჩხუბია და ხო, რავი, შესაძლებელია ალბათ. თუ არ წარმოედგინათ, ფაქტი ყოველ შემთხვევაში სახეზეა და ახლა ხო წარმოიდგენენ რა. ესე იგი, რატომ აირჩიე MMA? ანუ შერეული ორთაბრძოლები. მოდი მგითხარი ჯერ ეს და მე კი ბატონო, ძიუდოისტი ვიყავი, 8 წელი ვიჭიდავე 2008-მდე და ჩემი მამიდა ჩემი გათხოვდა კაბულაშვილის ბიძაშვილზე რა და ბავშვობიდან ვიცოდი რომ იყო გიორგი, ჩვენ პატარა იყო ძალიან. ჩემი მამიდაშვილები არიან კაბულაშვილები რა და ვიცოდი ესე გიორგის შესახებ რა რომ იყო ესეთი ვიღაცა, ვინც მაგრად ჩხუბობდა რა, თან მაშინ სად იყო ამდენი საშუალება ინტერნეტში ის და მე როცა მოხდა იქ ოკუპირებული რაიონისკენ ცხოვრობ მე დღეს კი არ არის ჩემი სოფელი, მაგრამ ახლოს არის და რო წამოვედით გორში მომიწია გაჩერება ცოტა ხანი და იქ მივედი კიკბოქსინგზე რა, ეს გაუჩერებლად ვერ წარმომედგინა თავი და 2 წელი დავყავი რა გორში კიკბოქსინგზე და მე გავიცანი გიორგი რა, ჩამოვიდა საქართველოს ჩემპიონატს ატარებდნენ საქართველოს მასშტაბით დადიოდნენ და მაშინ გავიცანი გიორგი და მაშინ ვიჩხუბე პირველად MMA რა, ჩხუბობდი და
რა უჩხუბე მომეწონა რა. ბავშვობიდან ეგეთი არა. შენ კი მოგეწონებოდა ის ვის გალახი იმას არ მეეწონებოდა სამია თუ არა თუ შენ რა ვარ მოგეწონა. პირველი უჩხუბი გაგეცნიება და ჩემი სიძე აღმოჩნდა. მერი აღმოჩნდა უკვე და მერი აღმოჩნდა ჩემი სიძე და ჩემი სალალი ბიძაშვილის გოგო ყავდა ცოლად რა და ეგ სხვათა შორის კაი მიდგომა რა სხვები რატოიც ეს გას შინაურს არ ინდობს და იმის ვერ მოდივარ ეს დასაწყისისთვის 46 პროფესიონალური ბრძოლა გაქვს გამართული ხომასია ამდენი ბრძოლა არც ერთ ქართველ მებრძოლს არ შეუტარებია არა მარტო ქართველს რა ვიცი აი ხო არა კავკასიაშიც რა ვიცი ძალიან იშვიათი არის აი კი ბატონო თან ამაზე ერთადერთი ვიცი ჩვენი აღა ვიცნობ ახლა მეც ამდენი წელია ბრძოლა და შლემენკო არის ერთი რომელსაც 52-53 ხო მაგრამ მაგას პარტივად ხო და ის ასაკშია მე ჯერ კიდე ის ასაკშია ხო რა და ამას კიდე დრო წინავს კიდე ძალიან ბევრი ბრძოლები და ეგეთი რაღაცა მართლა არ არის რა ესე იგი დავით აღმაშენებლის შემდეგ საქართველოში ამდენი ბრძოლა არ გაუმართავს არავის შეგვიძლია თქვა ისე რაუ ყველაზე სწრაფად და ყველაზე გვიან რამდენ რა გახსოვს ყველაზე სწრაფად ვინც გაგითიშავს ან რა ქვია და ყველაზე რთულად ვისთან ქონდა ყველაზე სწრაფი ACS-ში რუსულ ორგანიზაციაში იყო 10 წამში მოვიგე 10 წამში არ გამოცხადდა თუ რა 8 წამი და რაღაცა იყო და ხო ავედი მე ვინზე გიوار ხოლმე და 10 წამი ხო დგევართ რა და ხო უნდა მოტრიალდე ხო უნდა დაჯდე და უნდა უყურო ეგ ნო ჩამოხვიდე კიბერი და მოხვიდე და დაჯდე და უყურო ხო და ხო დაიწყო გონკი დრო შავი რეიქი და კლეტკი და რომ წამოვედი ეს გვერდზე კლეტკას გამოვარი კიბებზე ჩამოვედი მოვედი დავჯექი და დგანან და ვერ მივხვდი რა მოხდება რა ხდება მეთქი რა მოკონა და რა ხდება და გაიმარჯვა აუწე გამოაცხადა როდის მოიგორო გიზაცა ვერ მოვასწარე ჩამოსვლა დედას გებიცები ხო სამი დავარტყისო სამი დარტყმა მომიწია მეტია მე ვფიქრობდი ამან წააგო თუ იმან რომელმა მოიგო მე არის ხო ვერ გაიგე თანით წადგა უცბად რა ვიგნერე რა ყველაზე დიდი ალბათ კამარზე 5 რაუნდი, არაერთი მიჩხუბია და 5 რაუნდი, ბევრი 5 რაუნდი. სუქამრებზე აქვს ნაჩხუბი, თითქმის ბოლო ჩხუბები უკვე სუქამრებზე ჩხუბობს. 3 რაუნდი აღარ ჩხუბია უკვე, რა ბოლოს იჩხუბა რაღაც ახლა რაღაც შეგებდე. რა ვიცი, რა მე ძალიან მიხარია, რომ ესეთი სამამაყო და წარმატებული ადამიანები არიან ჩვენს ქვეყანაში, აგერ თქვენ სახეზე ხართ და კიდევ არაერთი მაგარი ბიჭი და მაგარი არა მარტო ჩვენი კლუბიდან ძალიან ბევრი საქართველოს კლუბის წარმომადგენლები არიან, რომლებიც ძალიან მაგარი ბიჭები არიან, წარმატებულები არიან და ყველას მინდა რომ წარმატება უსურვო. რა თქმა უნდა და მოვიკითხავთ ყველას სიყვარული და მივედით ახლა ოთართან. ოთარ მოგესალმები, არ გეგონოს უყურადღებოდ დაგტოვეთ. მოსალოცი წეღან ესე იგი რომ დაიწყო გადაცემა პირველივე ვთქვით, იმიტომ რომ ძალიან გაგვიხარდა და გვიხარია ხოლმე. ეგ არის ერთ-ერთი სპორტის სახეობა ალბათ, რომელზეც ყველა ქართველს არაერთი ღამე უთენებია ხოლმე და ამ ღამის თენებებში ახლა შენც რო შემოხვედი, დიდი სიამოვნებით გავათენებთ ძმაო, შენი გამარჯვებების საყურებლათაც მაყურებელი გამეთანხმება. ესე იგი, ეს 10 თვეო 10 თვე გიორგი ლას-ვეგასში. ელოდი კონტრაქტს. მოგვიყევი ზოგადად, როგორია იქ რა ხდება, რასაც უყურებთ, ვიცი, მაგრამ რაც არ ვიცით, ისიც გითხარი. რავი 10 თვე ვიმყოფებოდი ლას-ვეგასში, ვარჯიშობდი, დღეში 2-ჯერ ველოდებოდი ჩხუბებს. ანუ უეფში კონტრაქტს ადვილად არ იძლევიან რა, იქ ძნელია. ნახე, მე როგორც ვიცი და მე მგონი ზუსტად ვიცი, 60 ესე იგი 61 წონა თავის 61 კილოგრამი არის შენი წონა, ხო და აქ მერაბ დვალიშვილი და ალექსანდრე თოფურიაც ასპარეზობენ ამ წონაში. ესე იგი 3 ქართველია რეალურად ახლა ამ წონით კატეგორიაში, ხო? ხო და მე ვატყობ რომ ნელ-ნელა ეს ამერიკული UFC საქართველოს შიდა ჩემპიონატად გადაიქცევა, ხო და მე საქართველოს ვატარებთ მაგას და არის დიდი ლაპარაკი მაგაზე. არის ხო მაგაზე საუბრები და მოწელს ჩატარდეს, აუცილებლად ჩატარდება. კი ბატონო. ოთარ 10 ბრძოლა გაქვს მოგებული. აქედან 7 ნოკაუტით. ესე იგი, შენი 10 ბრძოლა 3 მეტოქეს კარგად ახსოვს და იმ 7 ცოტა ბრძოლა და ესე გამრუებული შემთხვევაში, ხო? მაგრამ გაჩერებას არ ვაპირებთ. ეხლა რა ხდება? მომავლის გეგმები როგორ აქვს? გითხარი. ანუ კონტრაქტით კიდე 3 ბრძოლა დამჭა. კიდევ 3 ბრძოლა. და ეხლა დიდ წონაში მომიწია ჩხუბი 66-ში, იმიტომ რომ შორტნოტის შემოთავაზეს უარი ვერ უთხარი. აჰა, ანუ ეს შეღოლება იყო 66 კილოში, მაგიტომაც გამოხდა. კონტრაქტი აიღო ლიბი და მე უკვე დაიკლებს. ახლა დანარჩენ ბრძოლებს შემოდის დანარში ვიჩხუბებ რა. აჰა. და მაქსიმალურად ვეცდები კიდე გავთიშო. აუცილებლად გათიშავ და მან არა ნახე ანუ გათიშვით აუცილებლად გათიშავ. უბრალოდ საკითხავე რამდენ ხანში თორე გათიშვით რო გათიშავ ეგ უეჭველი ვიცით ძმა მაგაზე შეგიძლია. რაც მალე მით უფრო კაი. კი, რაც მოათავი ნოკაუტის ის არის რა, მებრძოლი არის, კარგი დგომი აქვს, კარგი მებრძოლია და
კვადრატულოს. ყველა ბრძოლა ნოკაუტ თავს მოგებული და მე მაქვს ერთი თხოვნა თქვენთან. ერთი კაცი რო გავთიშოთ თუ არის ანუ ოღონდ ისე კი სამი ვარ და ერთი კაცი გათიშოთ არა ერთ-ერთმა რომელიმე კაცო ერთ-ერთმა ნახე მაშინ მე ბებერი ვარ მაინც ცოტა და მე აგერ UFC-ს წარმოგადგენელმა გამლახაო რა ჯობია მაგის მაგას მაინც იტყვის არა რატო არა ფედერაცია ოღონდ დიდხნით არა ოთარ ცოტა ძიმე ნოკაუტ თუ გინდა რაულა გათიშ არა ძიმე და ისე არ მეჯვარია ბავშვის ნათლია გავცი რამას ცოტა ხდეთ ნახევარი საათი რომ მოვისუნთქო გასათიში კი არის ხო და მას შემოვა და ნახე მორგანით შეიძლება ამნაირი სპორტსმენი რასატლიკინებ ამ ქუთაისზე და ეგერი ვირე რაულა და ოთარ ამას ვერ აიცემ ეჭხო მოგესალმებათ MMA-ის გოუთი და ბებია სიკანუნი ჯიმი ჯაბასტი ამესა აჭრელდება ხა პრესა რაულ თუთარაულ და ჯიმი ჩოხატაური შეხვდნენ ერთმანეთს მოგესალმებათ რაულა მიყვარს მაგრად ამან ერთხელ რო დამარტყა ბაბი ბიძია ჰაერში რო ევიწიე შორტი და ტრუსი კი ერთად გამძვრა ჰაერში. ეს იყო პირველი შემთხვევა უხერხუჩი და ნოკაუტში ერთდროულად რო ჩავარდა. ხო. მოვისმინე. ესე იგი, გამოდის რომ შეხვედრილი ხართ რინგზე. აუ, მაგარი რაულა ვიჭო. მეშვიდე რაუნდი. და რაულა თუ დააულ და ვეღარ გავეძალია ხო ხტები, ასაკში ვარ, ეს ბავშვია და დამარტყა ბაბი ბეზიკო. მერე? გაგიმეტა. დამარტყა საქართველოს არ მიმიხო. სიკეთე გავაკეთე. ამიყვანეს თურქეთში. თურქეთმა ვერ მოვკიდებ ხეს. გადამიყვანეს ბრიტანეთში. ბრიტანეთთან გადამიყვანეს სად ვიყავი? აქეთ ვიყავი იტალიისკენ და გერმანია მომკიდა ბოლოს ხელი. შენ გაგიმარჯოს რაულა ღერთვა. აბესაძეებში 4 ქვეყანა არ უნახი არ ევიცმაო. კაიგად. ეს თაზ ოთარა თაზილოვი. აი ბარა. იმასაც ვეჭყვეს ბოუშია უნავარია ხარ აიცა. და ვისპარიგე და ხა ეს ხოხტები ხდა. გამიმეტა გოგო. დამარტყა და კბილებს ვიკეთებდი. მაშინ ერთი კბილი გამძვრა. ქარიანობის პერიოდია. ქარია გარეთ. თემკაზე ვჭუბობთ. კბილი რო გამძვრა, გავარდა ფანჯარაში. ამას არ ქონდა ფანჯრები კაბულაში ჩასმული. გავარდა ფანჯრები. კბილს რას გოუგებ შენ? გადავარდა კბილი და ძირს ასე მანქანით იდგა თურმე მანდილოსა და საქარე მინიდან გვერდი და შევარდა ეს კბილი. ჩოუვარდა ქას დეკოლტეში. ჩევედი დევიწყე ფათური. შენ დააჯერებ ახლა გძელიძის ქალს რო ჭუბი მოხდა და კბილს ვეძებდი ხარა. ჩემცოზე ვარ. კი ბატონო. კბილი დააბრალა შენ ეხლა რაღაცა. ხო ახლა მეც ვიყვარს ხიცაობა მარა კბილი იყო კაცო. ბიჭო, ბიჭები რომ წარმატებული მებრძოლები არიან, ვიცით, მაგრამ აი შენ როგორ დაგვიმტკიცებ რომ წარმატებული მე მინდოდა მომეტანა ფირი და მენახვებინა თქვენთვის თუ რა ბრძოლებს ატარებს ჯაბოვიჩი. მაგრამ მარკეტის დაცვამ კამერები არ გადამიხვია მე. მე იქანა კონსულტანტებს და დისტრიბუტორებს დევერიე ნეტა შენ დედასო. მაგრამ რა უნდა ბიჭო, რა გინდა თუ ეს მე რაბადვალიშვილი ვანელი. ჯაბოვიჩი ბაღდათელი. რა იყო ბიჭო, ჩვენ რო ჭუბობთ ვანი ბაღდათი თქვენ აწყობილი გაქვთ. ცხოვრება თუ რა თქვა. ლაკალაკე. მომისმინე. ესე იგი, თქვი ახლა ზოგადად ამ სპორტზე 2-20. დანა ვაითი, დამირეკა ხამის სამს მაქანა ცვალებადია, დრო ამერიკა იცის და გოგა, ჩემი პირდაპირ დამირეკა. გეგედა. ჯაბოვიჩო ხო ხარ ფორმაშიო. დანი მე უთხარი, ისე როგორც არასდროს. არ ბრძოლის შენიშვნა უნდა. არა, თვითსწორებაც უკეთებ ზალაში და მაგის გაკეთება უნდა. თანავაითი შემხვდა ერთხელ მე და MMA-ში ხარ უამბობ ჯაბოვიჩო რა ასე მგონია საქმენად მოდიხარ. ქართველი დანავაითი ხო იცი ვინა? ეს არის. ეგეთი პიტაპირის ვიაზი გაქვს. დაურეკ ერთი რამოდენიმე ქართველი კიდე ჩავსვათ რა. მე დაურეკე უკვე და თაზილოვი და ჩოხელი გოუშვიდა. შენ მიხედე შენ. ეს ამის დამსახურება ყოფილა მალად იქ ილიაზე დარეკე, იქ მერაბაზე და ახა კაბულაზე დარეკე. თავი დამანე. აი შენს ბოლოს შეხვედრას თუ გაიხსენებ. ვერ ისეთ რაღაცაზე მე ვერ ვილაპარაკებ, რაც არ მახსოვს. კი ბატონო, ცნობისის ერთადერთი მოჭხუბარი ვარ. სპექტაკლი დავდგი. მასეთი ჭხუბი თესეუს ფილოლოგიის კაბინეტში არ ახსოვს არავის. ბიჭო, რაულა იმ დღეს მომივიდა ჭხუბი ბიჭო. ასე? ეს ასე მაგა.
არა, აკციო პირიქით. ნახე. ცოტა მუჭით ნახე. მოდი ეგა და. ასე რაულა ეს მუჭი მოცინააღმდეგე შენაი ლაწირაკი ასეთი ნახე. ასე წამევიღე ეს მუჭი, წამევიღე ეს მუჭი, წამევიღე ეს მუჭი, წამევიღე ეს მუჭი და მე გავხედე მეტროს იკეტებოდა და წევედი სახში. აგამინდოდა ხაი. იბათ. მობისმინებ. კარიერაში მიღწევები, ჯიმი, რა კი, გავს? კაი სიმაბრი და კაი ცოლიძმები შეხვდა. სხვათა შორის ბაბუაჩები, ჩიკო აბესაძე, რაც ამო, ჯონ ჯონსი და ჩიკო აბესაძე ეს იაცხადებდა. აი ჩიკო აბესაძემ სიმღერას დაწერა უებს ისე უყვარდა, კი, ოქტაგონზე გავაგორე ომალი ნახალოვკის ხომარბაზი რომალი. ჩიკო სიმღერა, მაგრამ იმდენად მაღალი წიგი მაქვს, აქანა მიღწევები, ბაჭუნია, კაბულ, მომისმინე გეხუთუნე მებრძოლებზე როა ის ფილმი, მიდიოდა მატარებელი. მანდას დათამაშე. მიდიოდა მატარებელი საბრძოლო ფილმი არ არის. რა მეკე გამლახაკახი გავსაძებდა. რა ვიცი, კი ბატონო. სხვა მებრძოლებიც გიხსენე რა. კონარ მაკგრეგორ. კონორი. ირლანდია. მაგარია ძალიან. მაგას რო შასე რომ მივა, რა ქვია face to face-ო თუ რაღაც. face to face. თავი თავზე რომ მივა და ბიზაჩემა და ბიზახა ჩამოდი შეშობეზაღლო პირობითი ხარ დაგიჭერენა და გავამალდეს აი. ჯონ რაგი ჯონ ჯონსი რაულა მაგის ნაბუძგი არ გეიშვა. ნაბუძგი ხო, კაი. ჯონ ჯონსი UFC-შია, გელა მაგარი თუ არა. UFC-შია, მაგათო სუპრაზე მე ჯონჯოლი მირჩევნია მაგას. ჯიმი, შეკითხვა გაჩნდა ნაბუძგი რას ნიშნავს? ნაბუძგი რა, ვერ გავიგეთ. ნაბუძგი რას ნიშნავს? მაგის გაკეთებული არ გეიშვა. ეგა რა ვიცი, რა გრამატიკაც არ თონია. აი, ნაბუძგო. კი ბატონო. სახელობით მომეგი. იმენა გრამატიკოსი ხარ. რას მელაპარაკე? ჩხუბში, წადი ფილოლოგიაში. ჩემს კარიერაში ბატონო კაბულ, აი პროფესიონალურმა მებრძოლებმა ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს, ეს უნდა ვთქვა აუცილებლად. საგ ჩამოწერილი მაქვს შენგენაზე. ფეხი მუშტზე სწრაფია, კონარ მაკგრეგორ, ირლანდია. დისციპლინა ნიჭზე უკეთესია, ხაბიბ ნურმაგომედოვი. ხედავ. ჩეჩნეთი. ჩაბოვიჩ პატარა ჭიქებით გავყვეთ, შოთიკია ღვალაძე, ოფჩა. აბულა, მომისმინე. აბუ, ჩვენ ძმაია, ჩვენი დრო მოვჭამე, თუ გეგეს და დაანები ამბოვშებს. ჩვენი ბავშვობა რა კარგი იყო, როგორ მოხვდი დაბაში, როგორ მახსოვს. მახსოვს. ხო იცი, ბაჩუ, ილია ხვალთარეს ასე თოფურია. დედაშე გამო წამოდი გაგე პოლიციები აბა კარგად იყავით ბიჭები გიყვაროთ არა ჯიმი ისე სხვათა შორის გიორგი თქვა რომ შოუსთვისო უცებ ერთი რაუნდი შეგიძლია ნებისმიერ გამოდი ჩემთან გამოდი გეგანა გავისტუმრებ და მოვდივარ ჩვენი სტუმრები იყვნენ ჩვენი გაჩერდი გიორგი კაბულაშვილი რაულ თუთარაული ოთარ თანზილოვი და მოვდივარ თქვენ მაგალითად ამოდი ამოდი ჩვენი გადაცემის პარტნიორია კომპანია სანდომი. ორი ახალი ხაზი, პრემიუმი და კლასიკი. ახლა კი გამოვაცხადებ ჩვენ სტუდიაში და შემოვიპატიჟებ ფანტასტიკურ ადამიანებს, ჩვენს მეგობრებს. ყველაზე თბილი და ტკბილი ხმის მქონე ცოლქმარს, მეგობრებო. გელა დონაძე და ანუკი ცქვიტინიძე აპლოდისმენტები შევეგეთ. მოგძანდით. და ეს აპლოდისმენტები თქვენ. მოგესალმები. ესე იგი, დაგვიძველდა სტუმრობა, ანუკი. ფანტასტიკურ ფორმაში ხარ, მინდა გითხრა, ჩემო კარგო, როგორც ყოველთვის არაჩვეულებრივად გამოიყურები და ჩემო გელა, შენ ასევე, ჩემო სიმპათიურო ძმაო. ახოვანო. და ძალიან მიხარია, იმიტომ რომ თქვენ ჩემთვის და არა მხოლოდ ჩემთვის, ჩვენი გუნდისთვის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, საყვარელი მეგობრები ხართ. ჩვენი დიდი ოჯახის წევრები ხართ და ყოველთვის გვიხარია თქვენი სტუმრობა. დიდი მადლობა, ჩვენ ძალიან გიყვარხართ და ძალიან მოგვენატრეთ. აბა როგორ ვართ? გადასარევ. კარგად, ძალიან კარგად. მართლა თქვენთან როცა მოვდივართ, განსაკუთრებულად კარგია და ღიმილიანია, სიმღერიანია, მეგობრებიანია და მოკლედ ყველაფერი კარგია. ძალიან კარგი.
ძალიან ბევრ თემაზე გვისაუბრია, იმიტომ რომ ხშირად ხართ ჩვენთან გადაცემაში სტუმრად. გელას თუ ქვეყანაში დავიჭერთ, ეგრევე მოდიხართ ხოლმე და კი ბატონო. მაგრამ არის რაღაცეები, რაც გამოგვრჩა, ანუ კი. გელა და ეხლა მინდა რომ ამაზე გკითხოთ რა. სიამოვნებით. საერთო Facebook-ი გაქვთ? იცი როგორ ჩვენი პირადი გვაქვს. პირადებიც გაქვთ ეგ ვიცი. მაგრამ საერთო გვაქვს. საერთო, ანუკი წვიტინის და გელა დონაძე, ანუკი and გელა. ესე კი ბატონო. ესე არის. Yeah. ესე იგი, რეპერტუარი საერთო. გეგმები საერთო, Facebook-ი საერთო, ხალხის სიყვარული საერთო. ბავშვებიც საერთო. რამდენი რამ გაერთიანებთ შემოგარგებოდა. როცა კამათობთ, თუ კამათობთ, ზოგადად არ ვიცი და რანაირად გადმომხედა რა იყო. კამათობთ, აბა რა. ერთმანეთს რას ეუბნებით და რითი ემუქრებით ხოლმე? ახლა იცოდე გაჩერდით რომ ცალკე Facebook-ს გავაკეთებ, ანუ რაღაცა ესეთი. არა, მე გეტყვი. მე ვიტყვი. მიდი თქვი. არ გამოვალ იმ კონცერტზე. აუიმე. აი ის კონცერტი რო გვაქვს. სამღერი მე იმ კონცერტზე არ წავ. დედა რაღა, შეხედე? აი უხერხო მდგომარეობაში ჩაგაყენებ მე იმ. კარგი, შენ ასე უნები, ანუ კი მაშინ ის თავის მხრივ ასე გემუქრება და შენ? მე უფრო ვემუქრები ესე, მაგრამ ასე რომ ხილად იყავი გელადონაძე. არ წამოვა. არ წამოვა მე მაგ კონცერტზე არ ვიმღერე. მაგრამ მაინც გვაქვს იმედი, რომ ეს ეს მხოლოდ მუხარა არის და არაფერი სხვა. კი მაგრამ საერთო ინტერესებს ემსახურება ის კონცერტის და ამიტომ სხვა გზა არ რჩება. მე როგორც ვიცი, ეს თავიდან ეს საერთო Facebook-ი თავიდან იყო ანუკის გვერდი. ხო, კი. ესე იგი შეიძლება ითქვას, რომ ანუკის სოციალურ ქსელში ხარ ჩასიძებული, ძმაო. გაიგე? ნახე რა. კიდევ კარგი არენდის ფულს არ ვიცი. კარგი, ეხლა დაუბრუნდეთ სხვა თემებს, მაგალითად სიმღერას. კი ბატონო. ნუ ეხლა იდეალურად რომ ღერით დუეტში, ცალ-ცალკეც, არ ვიცი, თელი ოჯახი საერთოდ ყველა ეგ ვიცით. მაგრამ სახელი თუ გაქვთ მოფიქრებული დუეტის, მაგალითად, მე მაქვს ჩემი ვერსია. მეც მაქვს ჩემი ვერსია. აბა მიდი თქვი და მე ჩემსას გეტყვი. მაგოთ ხუმრობ ხოლმე მაგას. ანუკი და გელა, ანუ Angel. Angel, შეხედე ბიჭო? Angel. ნახე შენი უფრო ორიგინალურია. მე მქონდა ანგელა. ხო, ანგელა ახლა. ანჟელა. ანუკი და გელა. დაახლოებით ახლოს. ხო. შენ უბრალოდ გელა, გაიგე, Angela. შეხედე შენ უბრალოდ პრონანსი გაქვს უკეთეს და Angel გამოდა. მე ანგელა მეც ქართულად. უცხოეთშიც რო კარგად იჟღერა. Angel. როგორ? გელანუკი ძალიან კარგი. გავიყვანოთ დაცვამ თუ შეიძლება რა. აი გელა დაგვიბრუნდი. შენს გარეში არაფერი არ გამოვა ჩემო ძმო. როგორც ვიცი, გარდა იმისა, რომ ორივე ფანტასტიკურად ვღერით, ასევე ორივე ძალიან მაგარი კულინარი ხართ. კი, არა გვიშავს რა. კარგი ხელი გვაქვს რა. იმიტომაც გვიცხობთ ასეთ კარგ სიმღერებს. კულინარიაც რომ ესე კარგად გამოგდით. ისე რომელი უფრო მაგარი კულინარია? ანუ კი, შენ ანუკი უფრო მაგარი კულინარია მართლა. ძალიან მაგარი კულინარია. გელაც არ აკლებს. გელაც. კი ბატონო. ისე რა უფრო ქსიამოვნებთ, როცა სტუმრად მუსიკალურ გადაცემაში გეპატიჟებიან თუ კულინარიულში? არა, მუსიკალურში მაინც. ხო, მაგრამ კულინარიულმა ხო ხედავ რა შედეგამდე მე მიყვანა კულინარიული გადაცემებმა და. ხო, მაგრამ გელა იქ შეიძლება უბრალოდ დაამზადო და არ მიირთვა ეს შენზია გადამოკიდებული. გავიგე, მაგრამ ხომ უნდა დააგემოვნო იქ და რა. ხოს დააგემოვნებინე? არა, არა, რატო, როდესაც კარგ რამეს აკეთებ, შენ თვითონ. ან მარილი აკლია რაღაცა იქ ხომ უნდა. ესე იგი, რომ შევაჯამოთ ახლა ეს ორივე თემა, რომ ორივე ფანტასტიკურად ღერით, ორივე არაჩვეულებრივი კულინარი ხართ, ესე იგი დონაძეების ოჯახში кейპს არაფერი არ ჯობს. ნამდვილად და სიამოვნებით გელოდებით. ჩვენ გვიყვარს სტუმრები და გვიყვარს ჩვენი მეგობრებთან ერთად ყოფნა. რა თქმა უნდა, ვიცით, ვინახავს, გადახვდენია და ვადასტურებთ. ეხლა ანუკისთან მექნება კონკრეტულად რამდენიმე შეკითხვა. 11 წლის ასაკიდან მოყოლებული, შენს დაწერილ სიმღერებს ქალბატონი ნანი ბრეგვაძე, ქალბატონი ეკა მამალაძე, ნუკრი კაპანაძე, თამრი კოჭოხონიძე და სხვა ვარსკვლავები მღეროდნენ, ხო? ანუ შეიძლება ითქვას, რომ 11 წლის ასაკში მთელი ქართული ესტრადა შენს მხრებზე იდგა, ანუ
ხო. რატო რაცილერი ხო, მაგრამ ფაქტი არის ეს, რომ მართლა ასე იყო და ეს დიდი პატივი მქონდა და ეხლა განსაკუთრებით ეხლა ვიაზრებ, რომ რამხელა პატივია და რამხელა ნდობაა და რამხელა სიხარული და ბედნიერება, როცა ბავშვი ხარ და უკვე, იმიტომ რომ არ მქონდა საბავშვო სიმღერები, მქონდა რა თქმა უნდა, რამდენიმე, მაგრამ რეალურად ხო ისეთი პერიოდი იყო, ისეთი დრო იყო, რომ რაღაცა ეს პატრიოტული თემა, სერიოზული თემატიკა დიდების და ისე თუ გახსოვს პირველი ვინ შეასრულა, პირველი სიმღერა, რომელიც დავხატ აი ესე ცნობილმა დიდმა ვარსკვლავმა შეასრულა, ვინ იყო? ეხლა მე კი ჩამოთვალე. მე როგორც მახსოვს, თუ არ ვცდები, ეკა იყო მამალაძე. ელოტონი ეკა, ნუ მაგარი 11 წლის ასაკში პირველ შენ დაწერილ პირველ საერთოდ. ერთი სიმღერა სოლოში ასრულა, ერთი იყო დუეტი თემურ თათარაშვილთან. დიდებული ამბავი. ძალიან კარგი. ეხლა რაც შეეხება თქვენს შეხვედრას, ანუ კი. ამბობ რომ ჩვენ ერთმანეთს მუსიკამ შეგვახვედრა. კი ბატონო. კი ბატონო, ესე იგი გამოდის რომ ორივე საკმაოდ ესე იგი მელომანი კუბიდონი შეხვედრიათ. ძალიან. ანუ ერთმანეთს მუსიკამ შეგახვედრათ. კი, კონცერტზე, ფესტივალზე. მოყოლილი მაქვს ეს არაერთხელ, მაგრამ კიდევ ერთხელ მოგიყვებით, ვიყავით გასტროლზე. მე ვიყავი საორგანიზაციო ჯგუფში და ბასიანი იყო, რა თქმა უნდა. კი ბატონო. კონცერტს მართავდა ევროპაში ვიყავით და როდესაც ჩოხით დავინახეთ გოყვები და ჩაკრულო რომ დააგუგუნე ჯერ მარტო როგორც ამაყვა ისედაც ეს ყველაფერი როცა სცენაზე დგას ესეთი ანსამბლი და ესე ასრულებენ და თან ეს ბიჭი რომელიც დაავებას მოხიბლა და მოხიბლა ნამდვილად კი ბატონო ნახე როგორ ამაყად აკნევს თავს გელაკ ეს ხომ მაქვს და ჩემი რეაქცია ბუნდონადმა ხო სხვათა შორის ერთი ფაქტი ამოვიწერეთ ჩვენ ეს შენი მონათხრობიდან რომ ერთხელაცო სახლში მომაცილაო იქა შეიძლებოდა მანქანის გაჩერება და მანქანიდან სწრაფად გადავედი უცებ სიგნალის ხმა გავიგე ვიფიქრე რომ რაღაც დამრჩა და სასწრაფოდ დავბრუნდი ავტომობილთან ოჩახ რა ზუსტად ჩქარა ჩაჯექიო დამიძახა რომ ჩავჯექი ხელი მომკიდა და მითხრა ვერ გაგიშვებ იმიტომ რომ ჩემთვის მნიშვნელოვანი რამ უნდა გითხრაო და სიყვარული ამიხსნა ვა რა ზუსტად მოყევი ხო ნამდვილად ეს აი ჭავჭავაძეზე ეხლაც არ შეიძლება მანქანის გაჩერება ჩვენაცვალე იმას ვიც მან მანქანის გაჩერება აკრძალა და მან გადაწყდა რა გამოჩნდა მამბიდან იცი რომ თქვენი მაშინ და ახლაც რა თქმა უნდა რომ თქვენი სიყვარული ძლიერი იყო და ზონალური პარკინგი მაშინ იაფი ნამდვილად და ვიმედოვნებთ რომ გაიაფთე აი გავაიაფოთ ზონალური პარკინგი და შეიქმნება ოჯახები შეიქმნება სიყვარულის ახსნას დაეთმოს მეტი დრო კი ბატონო თორე ახლა რო 1-500 ლარი გიჯდება შეიძლება კი რა გაფიქრო კარგი ახლა გელას გავესაუბრებ გელა აი რას ნიშნავს როდესაც ერთ სტუდიაში ორი გელა, ორივე ფანტასტიკური მომღერალი და ორივეს გვერდს ფანტასტიკური და ულამაზესი მანდილოსები უმშვენებენ. და შეიძლება ვიტყვი აი გელასთან და მიმართებაში, იმიტომ რომ ეხლა რამოდენიმე დღის წინ შეგვიმთხვა. საერთო მეგობრები გვირეკავენ. ხო. ვაიმე შემეშალა გნოლიკას ურეკავენ. იქიდან გადმომირეკა ეხლა მეგობარი მოგომ. ვაიმე გელა აი გნოლიკა მირეკავს. ანუ სულ ეშლებით ხოლმე და ან ამას урეკავენ, ან მე მირეკავენ. მე ურეკავ, არა გნოლიკას ურეკავდი, არა დონაძეს ურეკავდი და ასე ვართ ერთმანეთს და მე მგონი ორი გელას მეტი არავის ნომერი არ უწერიათ იმათ. სხვა გელას არ იცნობენ, ან გნოლიძე, ან დონაძე. მე ორი გელა, მე მგონი. არ ვაღიარებ სხვა გელასო, ასე ხო ამ ეტაპზე ასე გამოიკვეთა მაყურებლებო. მე გეტყვით, ნახე, ის არის, ეხლა ჩემთვის ის არის გელა დაბალ გნოლიძე, შენ ხარ გელა მაღალ დონაძე, რაღაცა ეგეთ ამბავში შეიძლება რა. არა, ნუ მე აქ გულისხმობ, თორე ორივე უმაღლესი დონის ხართ პროფესიონალები, ამაზე მაყურებელის დამეთანხმება აგე. გელა რაჭველი ხარ? წარმომავლობით, წარმოშობით. ხო მასია ბატონო გელა. შენი საყვარელი მუსიკალური ჟანრი რომელია? საესტრადო თუ საესტრადო ლორით? ჩემი საყვარელი მუსიკალური ჟანრი არის ფოლკლორი. ფოლკლორი ლორით, კი ბატონო. ავთენტური. არ კარგავს, კი ბა რაჭულ ავთენტურობას, რა თქმა უნდა. ხო, ძალიან საინტერესო რამ გაქვს ნათქვამი, ჩემო გელა. ესე იგი, ბარიატრია სიმღერაზე გავლენას ახდენს ხმას პრობლემებს უქმნისო.
ეს მისი აზრია ოღონდ. ხო, მისი აზრი. ჩემი აზრია, დე. ხო და ხო შენ გაქვს მე ნათქვამი. მაქვს ნათქვამი, დე. ხო, კი ბატონო. ანუ თუ ბარიატრიას გაიკეთებს ადამიანი, შეიძლება წონა და ავტორიტეტი ერთდროულად დაკარგოს, ანუ ამას გულისხმობ? თუ ბარიატრიას გაიკეთებს ადამიანი, არის იმის შანსი, ჩემი აზრით. ხო. აქვე დავსცენ, ჩემი აზრია, რომ არის იმის შანსი, რომ ხმაზე გავლენა იქონიოს. და ავტორიტეტი. ეს უკვე ჩემი მიმატებული ავტორიტეტი კარიერა დასრულდა. კარიერის დასრულდა ბატონ გიორგის. როგორც აწყობს ისე აქვს. კი ბატონო, არა, მე რატო ვიცი რომ სხვათა შორის ჯაბოვიჩმა ეს რომ წაიკითხა და მოისმინა შენი ეს ნათქვამი რომ ბარიატრიამ შეიძლება ხმა დაგაკარგინოსო, არაფრით ბარიატრიას არ იკეთებს ბიჭო. ეს ხმა რო არ დაკარგოს და ჩვენ მეუნებით რომ რა უნდა დაკარგო, რაც არ გავთქო, მაგრამ მაინც არ ესმის რა. ხო. არა, საერთოდ აბესაძეებს კარგი ხმა. არა, რა თქმა უნდა. ხო, როგორ გიგა დათო, ფენომენალური. გიგას ბიძაც როგორ მღერის, მაგრამ მღერის და აგერ ახლა ჯაბოვიჩი დასრულე ჯაბოვიჩი მღერის ცეკვავს. კი ბატონო. სპორტი, რა ვიცი. ჩვენ ჯიმიზია მოხდა. ჩვენ ჯაბოვიჩი ცეკვავს ვე. სად არის შემოვიდეს? ხუმრობს გენიალურად. კი ბატონო. მოკლედ, ესე იგი, შევაჯამოთ ახლა ეს თემაც. ორი რამ ხუპავს ქართულ მუსიკას, ფონოგრამა და ბარიატრია. ამიტომ ცოცხალი თავით ბარიატრიას მე კი ბატონო. ხარგი, ახლა მომისმინე. ეს შენი აზრი, ჩემი აზრი, სხვისი აზრი, ყველაფერი გავიგეთ, მაგრამ თქვენ ზოგადად, როდესაც ჩვენთან სტუმრად მოდიხართ, გვატკბობთ ხოლმე თქვენი სტუმრობის შემდეგ სიმღერით. რა თქმა. ან სიმღერებით. ყოფილა შემთხვევა რომ ორიც გიმღერიათ, სამიც გიმღერია, სანამ ჩაწერა დაიწყებოდა, ჩვენ რა თქვენ და ჩვენ მაგრამ დღეს რამდენი სიმღერა გვექნება? 1, 2, 3 თუ როგორ? ერთი ყველა ვარიანტი. ერთი ყველა ვარიანტი და რა სიმღერა, ანუკე? იცი რა, ეს არის ყოველთვის საყვარელი სიმღერა და ჩვენი რაღაცა ჩვენებური ვერსია არ არის შეცვლილი, მაგრამ გავადუეტეთ. გადუეტეთ. აი და მოგასმენიეთ და ნახავთ. დარწმუნებული ვარ, საოცარი იქნება. მე რა ვიცი, გელა რამის თქო ხომ არ გნება? არა, მე მინდა რომ გულები გავუხაროთ ჩვენ მსმენელს. აუცილებლად. მაშინ ჩვენ მსმენელს მე ესე იგი აღარ დავაყოვნებ, იმიტომ რომ ძალიან ელოდებიან, დარწმუნებული ვარ თქვენ სიმღერას. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მობრძანებისთვის. ძალიან გვიყვარხართ, ნამდვილად გამორჩეული, ფანტასტიკური ოჯახი ხართ და არაჩვეულებრივი მეგობრები და ვთხოვთ ეხა თქვენი ეს არაჩვეულებრივი სტუმრობა არაჩვეულებრივი სიმღერითვე დააგვირგვინოთ. სიამოვნებო. გელა მიიღეს სტუმრები. სიმღერები და ჩვენდება მზე ჩავარდა მზის უბეში ბადრი მთვარე გაჩერდება მე წავალ და ჩემზე კარგი სიმღერები და ჩვენდება ვარდებსა და გვირილებში სიყვარულის ფერებია ფებლები და ჩიდუნები მოვლენ მოგეფერებია მზე ჩავარდა მზის უბეში ბადრი მთვარე აჩერდება მე წავალ და ჩემზე კარგი სიმღერები და ჩვენდება მზე ჩავარდა მზის უბეში ბადრი მთვარე გაჩერდება მე წავალ და ჩემზე კარგი სიმღერები და ჩვენდება ორად მივარხარ ღამის გადარე და ყვავილებში ორად გადარე ზე ჩავარდა მზის უბეში ბადრი მთვარე გაჩერდება მე წავალ და ჩემზე კარგი სიმღერები და ჩვენდება ზე ჩავარდა მზის უბეში ბადრი მთვარე გაჩერდება მე
დაგშენდება სიმღერები დაგშენდება სიმღერები დაგშენდება კელა დონაძე და ანუკი ცგვიტინიძე იყვნენ დღეს ჩვენთან სტუმრად ამ პოდკასტზე